ჭიღურო, პუღურო წამყვანებით და ავტომობილს ვყიდით ჩვენ ძირითადად. მოდი, მოვუსმინოთ ბატონ შალვა ციცხვარიანს, რომელიც არის აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის ტრანსპორტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და აი ამ კომპანიის იურისტი. 4 ეს ადამიანები არიან კომპანიის იურისტები. გისმენთ ბატონო შალვა. მადლობა, საღამომშვიდობის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ჯეტურის საკითხმა და კიდევ ერთხელ მინდა გარკვევით აღვნიშნო, რომ მოსახლეობას თუ უნდა ნამდვილად ჩინეთში ქარხანაში აწყობილი ავტომობილი ჯეტურის ნებისმიერი მოდელი შეიძინოს, უნდა შეიძინოს მხოლოდ მათემოტორში. რატომ? იმისათვის რომ მიიღოს 10 წლიანი გარანტია, რეალური გარანტია, იმისათვის რომ მიიღოს სრული სასერვისო მომსახურება ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, იმისათვის რომ დარწმუნებული იყოს, რომ კომპანიას ამ შემთხვევაში მათემოტორს გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასაწყობო მეურნეობა და სრული სერვისი. და ასევე ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება როგორც ავტოიმპორტში, ისე სერვისში და ასევე კომპანია, რომელიც არის ავტომექანიკის წევრი 2000 წელზე მეტია და არის ბიზნეს პალატის ავტოინდუსტრიის და საგზაო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი. კარგი, ბოდიშს გიხდით, დიდი დრო რო არ წავიდეს, ეს რა არის? ეს არის ფაქტები ბატონო გელა, როგორც მოგახსენეთ და წინა გადაცემაში ჩვენ როდესაც ჯეტურის ავტომობილები წარვადგინეთ, ეს არის ავტომობილები, რომლებიც არის წუნდებული, დამზადებული ყაზახეთში, რუსეთში, საღდება როგორც ახალი ავტომობილები და ისე ხდება მათი რეალიზაცია მოსახლეობაზე, ასევე ამ ორგანიზაციას არ გააჩნია არც ავტოსერვისი, არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მოსახლეობა მერე იძულებულია, რომ სერვისის გადაამოწმეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფაქტებია. წინააღმდეგ შემთხვევაში საიდან გვედონოთ? ჩვენს გვაქვს ფოტო, ვიდეო მასალა, სადაც ხმაც ნათლად იცვლის, შეძენილი ყავს 2 ავტომობილის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ჩვენგან ეს ინფორმაცია ოფიციალური განაცხადი, როცა დაფიქსირდება, ოფიციალურად მივაწვით ნებისმიერ ინფორმაციას. ამავდროულად, ქალბატონო თეონა, ესეთ შეკითხვას დაგისვამთ. როცა ერთი იურისტი ამბობს, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და ვიღაცები ყიდიან საქართველოში ჯეტურს, რომელიც არის შეღებილი და ატყუებენ მოსახლეობას. ჩვენ ჯეტურზე გვაქვს საუბარი, სხვა ავტომობილზე არ გვაქვს საუბარი, ვინაიდან ძირითადი ამის შემომყვანი ვართ ჩვენ. ჩვენ ვყიდი და ჩვენ გული გვწყდება, რომ ესეთ კარგ ავტომობილს, რომლის ქარხანა უნდა აშენდეს საქართველოში, მილიონობით ფულია ჩადებული და ვიღაცა 2 კინკილა მანქანა სადღაც ქუჩა იყიდის, მოიყვანს არასდროს მანქანა ადგილზე არ